იღუმენი ნიკონი, სიკვდილი, წერილი მეოთხე. მივიღე შენი წერილი. მრავალ სიტყვაობა ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც მავნია და მით უფრო ავადმყოფისთვის. ისეთისთვის, როგორიც შენ ხარ. უფრო მეტად ჩუმად იყავი და ევედრე უფალს, რომ მოკლედ, მაგრამ ხასგასმით უთხრა კაცს სათქმელი მისი სულის სარგებლობისთვის. და ღვთისძალა იყოს მოქმედი და არა სიტყვიერი სიბრძნე. სიკვდილი არ არის კაცისთვის ბუნებრივი. ამიტომ მისი ყველას ეშინია, მაგრამ უფლის რწმენას და ღვთისმოწყალების იმედს ძიმე ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან გამოუთქმელ დაუსრულებელ ნეტარებაში გადასვლის სასუებას არა მარტო შიშის შემსუბუქება ძალუძს, არამედ სიხარულის მონიჭებაც. რა კიღა სიკვდილია განმანთავისუფლებელი საშიში და ჩვენი დროების ჭეშმარიტად საშინელი ცხოვრებისაგან. ყველა უნდა ემზადოს სიკვდილისათვის და თუნდაც ცოტა ხანს ყოველდღე იფიქროს მასზე. ეკლესიაც ხომ ყოველდღე ლოცულობს, ქრისტიანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისაი, უჭირველი, მშვიდობითი ვითხოვოთ. ლოცვისას გონებით მთელ ჩვენს ცხოვრებას უნდა გადავავლოთ თვალი და ვითხოვოთ შენდობა ჩვენს მიერ ქმნილი ყველა ცოდვისათვის. არა მარტო საქმით, არამედ სიტყვით, გულის სიტყვით. მონანულს უფალი ყველაფერს მიუტევებს. ესე იგი, სიკვდილის შიშიც არ უნდა გქონდეს. ნუ ითხოვ და ნუ მოელი ნურავით არ ნიჭებს. არამედ მხოლოდ ცოდვების შენდობა და ცხონება ითხოვე. უფალმა იცის, რა არის შენთვის სასარგებლო. ნუ მისცე მაზრებს უფლებას, რომ თავის ნებაზე იარონ. რამდენადაც ძალგიც მიაჯაჭვე ისინი ლოცვას და ღმრთის ხსენებას. ჯანმრთელად იყავი, უფალი გფარავდეს.